დავიწყოთ გაგრით, სადაც მოღრუბლული იქნება დღევანდელი დღე და 21 გრადუსამდე გათბება ჰაერი, 21 გრადუსი იქნება სოხუმში, რაც შეეხება ზუგდიდს, აქ 23 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. 8 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი მესტიაში. ფოთში ნახევრად მზიანი დღეა და 23 გრადუსამდე დათბება ტემპერატურა, ბათუმში 24 გრადუსია მოსალოდნელი. 24 გრადუსი იქნება ასევე ოზურგეთში, ქუთაისში 23 გრადუსამდე გათბება ჰაერი და უმეტესად ღრუბლიანამიც ვარაუდობენ სინოპტიკოსები. მოღრუბლული იქნება დღევანდელი დღე ამბროლაურში, სადაც 17 გრადუსი იქნება. ახალციხეში 17 გრადუსია მოსალოდნელი, ბორჯომში კი ტემპერატურა 14 გრადუსს მიაღწევს. რაც შეეხება ბაკურიანს, წვიმა არის მოსალოდნელი და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10 გრადუსი იქნება. წვიმს გორშიც, სადაც 18 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ასევე წვიმა იქნება ცხინვალშიც და 16 გრადუსი დაფიქსირდება, სტეფანწმინდაშიც წვიმიანი დღე იქნება და 7 გრადუსი იქნება. წვიმა არის ასევე მოსალოდნელი გუდაურში და 2 გრადუსია მოსალოდნელი, მოღრუბლული ამინდია თელავში, 19 გრადუსამდე დათბება ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, 22 გრადუსია ქალაქ რუსთავში და ჩვენს დედაქალაქ თბილისში. მოღრუბლული დღე არის მოსალოდნელი, მაგრამ სამაგიეროდ 20 გრადუსია, საკმაოდ თბილი დღე არის მოსალოდნელი. კი ბატონო, კი ბატონო. და გაზაფხულს უხდება ესეთი დღე. გაზაფხულს უხდება და ნამდვილად გაზაფხულის დღე არის, კი ბატონო, აი ზუსტად ჟუჟუნა წვიმა, ასე ვთქვათ, მთელ საქართველოში. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში წვიმა არ არის გამოცხადებული და მხოლოდ მოღრუბლულ დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, მაინც ისეთი კარგი ტემპერატურაა, რომ ის გაზაფხულის ამინდია.